შენ გულში, შენ სულში უნდა იჯდეს ის საქმიანობა, რასაც ცხოვრებაში აზრი ექნება. ეს ჩემი საქმიანობა ნიშნავს, აი როგორც მკვდარი გააცოცხლო. მე ვარ ლილი მურთაზაშვილი, 80 წლის ხალხური ლეწვის ოსტატი. დავიბადე საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში, წყემცის ოჯახში. ჩვენ პატარაობიდანვე თუშის ბავშვები დედებთან, ბებიებთან, უფროსებთან ვიყავით და იმ ხელსაქმეს მივდევდით, რასაც ისინი აკეთებდნენ. მე სანამ სკოლაში შევიდოდი, მანამდის მატყლზე მუშაობის ყველა პროცედურა ვიცოდი. არ უნდოდა ჩემ მშობლებს, განსაკუთრებით ბერდედას, რომ მე ამ საქმეს გავყოლოდი. ეს უძნელესი საქმეაო, მეტყოდა ხოლმე და შენ უნდა ისწავლო. ამიტომ მეც ბებიის შეგონებით 3 ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული: პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და ხელოვნების. როდესაც უკვე გამოცხადდა დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებისთვის პროექტების სერია, მე მაშინვე ავირჩიე ტრადიციული ხელსაქმე. 65 წლის ასაკში დავწერე პროექტი თუშური ფარდაკი. მიზანი იყო მსოფლიოსთვის გამეცნო თუშური მატყლის ღირებულება. ქვეყანა არ არის რომ ამ ჩემს ეზოკარში და ამ ჩემს მცირე საწარმოში არ იყოს მოსული და იმდენი შეკვეთები მაქვს მიღებული უცხოეთიდან, რომ ეს უეჭველად თუშური მატყლის დამსახურებაა. მე აქვს მიღებული 50 ფერი და აი ამ ზუსტად ამ 50 ფერის მიღებისთვის დამაფინანსა მსოფლიო ბანკმა ორჯერ. ეხლა ვიწყებ მე ბუნებრივ საღებავებში ღებვას. მომზადებული მაქვს აი ეს თუშური მატყლისგან დართული ძაფი. ვაყოვნებ იმდენ ხანს, რა ფერიც შემიძლია რომ მივიღო. როგორი ფერია, ჯერ რომ დუღილიც არ დაწყებულა. აწარმოე საქართველომ დამაფინანსა 15,000 ლარით. თუ კი რამე მჭირდებოდა მე აი ამ საქმიანობისთვის, ყველანაირად უზრუნველყო. რაღაცა ენერგია აქვს თუშურ მატყლს ისეთი, რომელიც ენერგიით გავსებს, ძალღონეს არ გაცლის, ის საქმიანობა, რაც გიყვარს, არ გღლის. დაინტერესებული ბავშვები ძალიან ბევრი არიან. ამიტომ ავიყვანე სკოლაში მეორე კლასიდან ჯგუფით. წელს უკვე სკოლას ამთავრებენ. მე მჯერა რომ მე რო აღარ ვიქნები, ღირსეული გამგრძელებლები დარჩებიან ალვანში და გააგრძელებენ თუშურ საქმიანობას. ვფიქრობ, აი ამ საქმიანობის აღდგენით ნამდვილად ჩემს მეცხვარე მემა პაპად პირნათელი მიუვალ იმ ქვეყანას.